სალამი მზიდან მესამე პლანეტაზე მცხოვრებო ნახშირბადის ბაზაზე დაფუძნებულო სიცოცხლევ, ეს არის არხი მეთოდი, ეს არის კინოამბები და დღეს განვიხილავთ წინა კვირაში მომხდარ კინომოვლენებს. რა თქმა უნდა, სხვა რა უნდა განვიხილოთ, მაგრამ სანამ განვიხილავთ, მანამდე მოგვიწოდებთ რომ გამოიწეროთ ეს არხი და ლაიქოთ ვიდეო და გაუზიაროთ მეგობრებს და კომენტაროთ, რავი, აქტიუროთ, იმიტომ რომ ეს ნებისმიერი იუთუბერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ გავწელავ შესავალს და რაც შეიძლება მალე შევეცდები რომ დავიწყო და გადავიდეთ მთავარ თემებზე. წინასწარ გეტყვით რომ ამ კვირაში ორი კინოამბები იქნება. აქ ვისაუბრებ ოქროს გლობუსზე, ძირითადად ოქროს გლობუსის ფილმებზე და Paramount Netflix-ის ამბავზე. ცოტა ისე მივედმოვედები ჩემ სტილში და მერე შემდეგ კვირას, კი არა და სადღაც ხუთშაბათს, სავარაუდოდ ოთხშაბათს დაიდება მეორე ნაწილი, იდეაში სადაც ვისაუბრებ ავენჯერებზე, Doomsday-ის თეორიებზე, შევკრიბო რაღაც საინტერესო თეორიებს და ასე ერთიანად მოგასწვით, როგორც ეს გავაკეთე უკვე ერთხელ და იმას კარგი ნახვები ქონდა და ამასაც იმედია რაღაც კარგი ნახვები ექნება. ამიტომ მოკლედ ამ კვირაში ორი კინოამბები იქნება. ანუ ეს ამით კი არ ვქვითავ იმას, რომ ამ კვირაში ახლა ორს გადავიღებ და მე აღარ გადავიღებ და მე იქეთ არა, ანუ ჩაუბრალოდ გაგრძელდება, უბრალოდ დამატებით ის სერიაც გამოვა. ეს არის და ეს, მოდი გადავიდეთ რჩევებზე. დღეს მე უნდა გირჩიოთ ანიმაცია, რაც აქამდე არასდროს არ გამიკეთებია. იმიტომ კი არა რომ ანიმაციები არ მომწონს, არამე პირიქით ძალიან მიყვარს ანიმაციები, იქნება ეს Disney-ის კლასიკა, იქნება ეს, ანუ კლასიკაში იმენა ძველ Disney-ის გულისხმობ 30-იანების, 40-იანების, 50-იანების, ან იქნება ეს Pixar-ი, ანიმეები, ყველაფერი ამ ვიდეოთეკის მომხმარებელი გახლავართ, ამიტომ ჩემთვის ანიმაციები ზუსტად ისეთი ღირებული რამაა, როგორც ფილმებია, ანუ ეგრე არ ვარ, მაგრამ აქამდე არ მრჩევია, იმიტომ რაღაც არ მქონია დიდად არც დავფიქრებულ არ ამაზე, ძალიან სუმბურულად ვარჩევ ხოლმე ფილმებს სარჩევად და რაღაც წინასწარ გამზადებული სისტემა არ მაქვს, მაგრამ დღეს მინდა გირჩიოთ გასული წლის ყველაზე დიდი box office-ის მქონე ფილმი, უბრალოდ მეორე ყველაზე დიდი box office-ის მქონე ანიმაცია, ეს არის Zootopia 2. Zootopia ძალიან ცნობილი, ყველასთვის საყვარელი, ყველას მიერ დაფასებული ანიმაციის სიკველი, რომელიც არაფრით არ ჩამოვარდება პირველ ნაწილს. ნუ გარდა იმისა, რომ პირველ ნაწილში იყო ეს გავეცანით ამ პერსონაჟებს, ჯუდის და ნიკის პერსონაჟს, ზარმაცას, კამეჩს, თუ კამეჩ არ არის სხვა ტიპია, კამეჩნაირ სახეობას, ამერიკელ კამეჩს მოკლედ და ასეთ ტიპის პირველად გავეცანით Zootopia პირველში და ამიტომ რა თქმა უნდა ის განცდა აღარ გაქვს Zootopia 2-ში, მაგრამ სამაგიეროდ ხარისხობრივად არ დავარდნილა და პირიქით ძალიან ისეთ კარგი ხარისხი უჭირავს მეორე ნაწილს და რაზე არის მეორე ნაწილი. Zootopia 2-ში არის ახალი პერსონაჟები, ეს არის გველი და ეს არის ფოცხვერი. უпростоრად ფოცხვერი არ არის ერთი, რამდენიმე ფოცხვერია და აღმოჩნდა რომ არიან ამ ქალაქის დამფუძნებლები და ამ ქალაქში არ არის დაშვებული გველები, მაგრამ უცბად კურდღელი აღმოაჩენს გველს და დაიწყებს გამოძიებას. და რაც მოხდება, შემდეგ აღარ მოგიყვებით, ეს არის შესავალი, ყველაფერი ძალიან საინტერესო, ძალიან ისეთი დეტექტიური, გასართობი ფილმია. თან ამ ჯუდის და მელიას დასაწყისში აღმოჩნდება, რომ ესენი ერთი კვირა ერთად მუშაობენ, მაგრამ მაინც პრობლემები აქვს, ამიტომ მთავარი პოლიციელი გაუშვებს ამათ, ესე იგი, წყვილების ფსიქოლოგთან, რომ თერაპია გაიარონ და უფრო დაალაგდნენ და უფრო პროდუქტიულები იყვნენ და ამ დროს აღმოაჩენენ ერთ-ერთ მისიაზე, რომ გველია ქალაქში, მაგრამ გველები ქალაქში დაშვებულები არ არიან. ამიტომ უნდა გამოიძიონ ეს ამბავი და გამოიძიებენ და დაიწყება ძალიან საინტერესო თავგადასავალი, ჩვეული იუმორით, ჩვეული ირონიით, ძალიან საინტერესო პანჩლაინებით, სავსე ფილმია, საათ და 40 წუთი ძალიან დიდი სიამოვნების, ამიტომ აუცილებლად უყურეთ და თან გარდა იმისა, რომ უბრალოდ უყუროთ, შეგიძლიათ უყუროთ ქართულად. მოკლედ არის ასეთი საიტი, კინომიღმა, სადაც შეგიძლიათ Zootopia 2-ს უყუროთ ქართულად. ბევრი მიწერთ კომენტარებში, განსაკუთრებით TikTok-ზე, რომ სად ვუყურო ქართულად ამ ფილმს, სად ვუყურო ქართულად იმ ფილმს, ამიტომ აი არის აგერ საიტი,
სადაც შეგიძლიათ მაგალითად ზოოტოპია 2 ნახოთ ქართულად და ამასთან ერთად შეგიძლიათ ასევე მესამე ავატარი ნახოთ ქართულად კინომიღმაზე. მესამე ავატარზე რა შემიძლია თქვა, არაფერი ახალი, განსაკუთრებულად ახალი ავატარ 3-ში არ არის, ანუ თუ თქვენ ჯეიმს კემერონის სტილის მოყვარული ბრძანდებით, მაშინ თქვენთვის ეს ძალიან სასიამოვნო თავგადასავალი იქნება, ეს 2 საათზე დიდხნიანი ფილმის ყურება. მაგრამ თუ თქვენთვის ავატარი არ არის საინტერესო, მაშინ მესამე ავატარით ნამდვილად ვერ დაინტერესდებით, იმიტომ რომ არსებითად ახალს არაფერს არ გთავაზობთ, მაგრამ მშვენიერი გაგრძელებაა რა, სიკველი, ტრილოგია უკვე შეიკრა, როგორც ვიცით უფრო მეტი გამოვა, სცენარი მზად არის, დიდი ხანია უკვე რაც და შემდეგი ნაწილებიც გზაშია რა, ავატარის მე-4 და როგორც ვიცით მე-5 ნაწილიც, აი მე-5 ნაწილზე ხა მე მგონი მოგატყუეთ. მაგრამ ალბათ მე-5-იც იქნება, იმიტომ რომ 4 მარტო ბარემ 5 იყოს უფრო ასწორებს. მაგრამ მე უკვე ბოდვაში გადავედი. მოკლედ. ზოოტოპია 2 ქართულად. ავატარი 3 შედარებით მისაღებ ხარისხში, მაგრამ გადასარევ ხარისხში, მაგრამ მაინც არ არის, იმიტომ რომ ჯერ არ დევს პრინციპში სტრიმინგებზე ავატარი 3, მაგრამ ორივეს შეგიძლიათ უყუროთ კინომიღმას საიტზე. ზოოტოპია 2 კარგად დევს, ანუ კარგ ხარისხში დევს და ამიტომ ზოოტოპია 2 შეგიძლიათ ქართულადაც ისიამოვნოთ. აბა თქვენ იცით. რჩევები პრინციპში სულ ეს იყო, მაგრამ დღეს ოქროს გლობუსზე ვისაუბრებთ, ამიტომ რამდენიმე ბევრ ფილმს ვახსენებ და წელს რაღაც კინომოყვარლებს გაგვიმართლა, იმიტომ რომ 2025 წელი 2024 წელთან შედარებით ბევრად წარმატებულია კარგი ფილმების რაოდენობით, რომ იმშელოთ, იმიტომ რომ 2025 წელს გამოვიდა მართლაც აი ევროპაშიც, ევროპულ კინოშიც, ამერიკულ ჰოლივუდურ კინოშიც ძალიან ბევრი კარგი ფილმი გამოვიდა. და ოქროს გლობუსზე ეს ფილმები წარდგა და რამდენიმე გაიმარჯვა და ამიტომ მოდი რიგრიგობით მივყვეთ ყველა ნომინაციას და ყველას რა ჩემთვის საინტერესო ნომინაციებს და განვიხილოთ. პრინციპში სანამ გადავალ ოქროს გლობუსის ნომინაციებზე, მინდა დაგელაპარაკოთ იმასზე თუ აი რითი განსხვავდება, არსებითი განსხვავება რა არის ოქროს გლობუსს და ოსკარებს შორის, ანუ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებას შორის. მთავარი განსხვავება არის რამდენიმე რა. ყველაზე ისეთი თვალშისაცემი არის ის, რომ ოქროს გლობუსზე არის ნომინაციები დრამისთვის ცალკე და კომედია მიუზიკლისთვის ცალკე. ძალიან უცნაურია ეს, მაგალითად წლევანდელი დაჯილდოებები რომ ვნახოთ, ძალიან ბევრი უცნაური кейსი გაგვეჩნდება, იმიტომ რომ არანაირი საჭიროება არ არის, მაგალითად რაღაც ფილმი უბრალოდ არ თავსდება არც დრამაში, არც კომედიაში, არც მიუზიკლში. და მაგრამ ამ ნომინაციებში ხდება და იგებს კიდეც, რაც ძალიან უცნაური მიდგომა ეს ოქროს გლობუსის ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ სამაგიეროდ მეტი ფილმი მიიღებს ჯილდოს რა და ეს ხო რეალურად სპორტი არ არის დაჯილდოებები არის ინდუსტრიის ნაწილი რეალურად, გაყიდვებისთვის, შემდგომ პროდიუსერებისთვის და შემდეგ რეალურად რო ამოვიღოთ აი ცერემონიულობის ნაწილი და უბრალოდ ფუნქციას შევხედოთ დაჯილდოებების, მხოლოდ ეს ღირებულება აქვს. და იმის იქეთ რაღაც სპორტული ღირებულება, რომ რეალურად ისტორიაში შევა ან რამე დაჯილდოებებით იშვიათად შედიან ისტორიაში. მხოლოდ პარაზიტები, მაგალითად, ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული მაინც პარაზიტებია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ პარაზიტები ასე თუ ისე არ მგონია, რომ ისტორიაში შესულიყო. რაღაც ცალკე როგორც ფილმი აღებული, იმიტომ რომ კორეულ ფილმებში უფრო მეტი საინტერესო და ბევრად მაღალი დონის ფილმები არსებობს, რომლებსაც ასეთი საერთაშორისო აღიარება არ ქონია უბრალოდ და არ არის ცნობილი. მაგრამ პარაზიტები რეალურად ისტორიაში მარტო იმიტომ კი არ შევიდა, რომ ოსკარმა კი არა ამერიკის კინოაკადემიამ მისცა ოსკარი, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო სურათისთვის არა ჰოლივუდურ ნაწარმს მისცა ოსკარი. აი ამის გამო შევიდა პარაზიტები ისტორიაში, მაგრამ მაგალითად ვის გახსოვთ ფილმი შეყვარებული შექსპირი? არავის, რა თქმა უნდა. მაგრამ 90-იანებში მოიგო ოსკარი. ამით ისტორიაში არ შესულა. ანუ რეალურად ჯილდოები, ეს ნებისმიერი სახის ჯილდო
არის ინდუსტრიული ღირებულების, პროდიუსერებისთვის, მერე გაყიდვებისთვის, რეჟისორის პორტფოლიოსთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაყურებლისთვის არსებითად ჯილდოს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება დამატებით მნიშვნელობა ჰქონდეს მაგალითად ისტორიკოსისთვის, ჟურნალისტისთვის, რომელიც იძიებს კონკრეტულ ეპოქას და აინტერესებს როგორ გამოვლინდა პოლიტიკური მაგალითად სიტუაცია კონკრეტულ დაჯილდოებებში. ძალიან მარტივი მაგალითი, როცა 40-იანებში მეორე მსოფლიო ომის დროს ოსკარმა გაზარდა ამერიკის ოსკარს ვეძახით სულ, გულისხმობ ამერიკის კინოაკადემიას, ვიცი რომ ოსკარი არის თვითონ ჯილდოს ქვია ოსკარი და ამერიკის კინოაკადემია ატარებს, ეგ ვიცი უბრალოდ ოსკარს იმიტომ ვეძახი რომ უფრო მარტივია ეგრე, უფრო პატარა სიტყვაა და ბარემ უფრო პატარი სიტყვებით ველაპარაკოთ ვიდრე რაღაც ამერიკის კინოაკადემია, რა თუნდა ამდენი. ხო და მეორე მსოფლიო ომის დროს ოსკარმა გაზარდა დაჯილდოებების რაოდენობა და უფრო მეტი და ბევრი დაჯილდოება ჰქონდა ომში გადაღებულ ქრონიკებს და ომში გადაღებულ ფილმებს. უშუალოდ ბევრი იყო ეგეთი რა, გულისხმობ არა დიდ ფილმებს მანდა მაინც, არამედ პატარ-პატარა 20 წუთიან ქრონიკულ ფილმებს, სადაც მოყოლილია ამბები ფრონტიდან, მაგალითად ძალიან ცნობილი რეჟისორი, კლასიკური ჰოლივუდის რეჟისორი ანატოლი ლიტვაკი და ფრენკ კაპრა იღებდნენ, მაგალითად ფრენკ კაპრა ყველასთვის ცნობილია, ხო ვისაც კინო უყვარს, ყველა მის ვინ არის ფრენკ კაპრა ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ ყველა კლასიკა რაც არის 40-იანებში უმეტესობა ფრენკ კაპრას არის, მაგალითად It's a Beautiful Life. To Life is Beautiful, სულ მავიწყდება. ერთი არის ის იტალიური ფილმი, რომელიც არ მიყვარს და მეორე არის ეს 40-იანების ფილმი, სადაც ბედფორდ ფოლსია, სადაც ჯეიმს სტიუარტია, რომელიც ძალიან მაგარი. მოკლედ, მიხვდით ხო და ეს ხალხი იღებდა ეს ფრონტზე დოკუმენტურ ფილმებს და ოსკარმა სპეციალურად გაზარდა ნომინაციების და დაჯილდოებების სექციები. ამათთვის და მაგალითად ერთი და იგივე ნომინაციაში 3 ან 4 ფილმი იგებდა, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა პოლიტიკურ სიტუაციას სულ აქვს გავლენა ნებისმიერი სახის დაჯილდოებებზე, იქნება ეს ფესტივალები და იქნება ეს პრემიები. კიდევ ერთი განსხვავება მაგალითად, კანის ფესტივალი და ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება არის ორი საერთოდ სხვადასხვა რამე. იმიტომ რომ ფესტივალი არის განგზობითი და ფესტივალზე დაჯილდოების ცერემონია არის ერთ-ერთი მისი შემადგენელი ნაწილი. და ოქროს გლობუსში მაგალითად არის მხოლოდ დაჯილდოება. ეს განსხვავება რეალურად ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ერთ ღამეს ასე იკრიბება ხალხი, სვამენ, ჭამენ, კეიფობენ, იღებენ ჯილდოებს და მერე after party და მერე იშლებიან. მეტი არაფერი და ფესტივალი არის, ჭამას მაიქაც მიდის და კეიფის და რაღაც საშინელებების, რა თქმა უნდა. მაგრამ ამასთან ერთად დიდხნიანი ერთკვირიანი პროცესია უყურებენ ფილმების ჩვენება, იქ შეხვედრებია, პრესკონფერენციებია, ინტერვიუებია, ძალიან დიდი რამეა რა რეალურად. ფესტივალი ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე დაჯილდოება, როგორც ასეთი ცალკე რა. ხო, ეს უბრალოდ ასე მინდოდა ცალკე მეთქვა, გავწელე რატომღაც ამ ამბავზე, იმიტომ რომ საინტერესო თემაა ზოგადად და ოქროს გლობუს და ოსკარს შორის გარდა იმისა, რომ ნომინაციები განსხვავდება, იქ აქ ცალკე ადლევენ დრამას და ცალკე კომედია, მიუზიკლს და ოსკარში ეგეთი განსხვავება არ არის, მაგრამ ამასთან ერთად თავარი განსხვავება არის ის, რომ ოქროს გლობუსში გამარჯვებულებს ირჩევს დაახლოებით 300-500 ადამიანის უცხოელი ჟურნალისტებისგან შედგენილი გუნდი. რეალურად ოქროს გლობუსზე ეგრე აძლევენ ჯილდოებს რა, არის 300, დაახლოებით 300 ჟურნალისტი, რომლებიც ძირითადად უცხოური გამომცემლობებისთვის მუშაობენ, მაგრამ არიან ამერიკაში, ცხოვრობენ ამერიკაში და ისინი აძლევენ ხმას ნებისმიერ ნომინაციაში, ყველა ნომინაციაში აძლევენ რეალურად ხმას, მაგრამ ოსკარი ამერიკის კინოაკადემია ბევრად საინტერესო და ბევრად ჩახლართული სისტემაა ამასთან შედარებით. იმიტომ რომ ამერიკის კინოაკადემია შედგება დაახლოებით 10,000 წევრისგან და სულ ყველა არის ინდუსტრიის წევრები, მსახიობები, სცენარისტები, კომპოზიტორები, რეჟისორები, პროდიუსერები, ეს ყველა ხალხი ჩართულია ხმის მიცემის პროცესში, მაგრამ მსახიობი მხოლოდ სამსახიობო ნომინაციებში აძლევს ხმას.
რეჟისორი მხოლოდ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში, სცენარისტი მხოლოდ საუკეთესო სცენარის და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში. ეს განსხვავება სხვადასხვა შორის გლობუსზე არ არის. გლობუსზე მხოლოდ საუკეთესო სცენარისტის გაძლევენ ჯილდოს და ოსკარზე არის ცალკე არის საუკეთესო სცენარი და ცალკე არის საუკეთესო ადაპტირებული სცენარი. ეს განსხვავებებიც აქ არის და ამასთან ერთად იქ ხო მსახიობი აძლევს საუკეთესო მსახიობს და საუკეთესო მეორე ხარისხოვან მსახიობს და ასე შემდეგ, მაგრამ საუკეთესო სურათის ნომინაციაში ხმას აძლევს ყველა 10,000-ვე. და მანდ კიდევ ცალკე სისტემა სხვანაირ შენ ტოპ 5-ს თუ ტოპ 3-ს აკეთებ თუ ხარ ამერიკის კინოაკადემიის წევრი და მე ეს ყველა ერთად გროვდება მე იქიდან რაღაც ძალიან რთული სისტემა ამ ყველაფერს შეიძლება ცალკე ჩავწერო ვიდეო ძალიან მინდა ამაზე ცალკე ასე როგორ იცი აი სახელმძღვანელოსავით 5 წუთიანი ვიდეო ჩავწერო თუ როგორ ხდება ოსკარზე ხმის მიცემის სისტემა როგორია რა აი ცალკე რო ადამიანს რო დაინტერესოს ქართულ მაყურებელს უბრალოდ შევიდეს YouTube-ზე და ნახოს ასეთ მარტივი 5 წუთიანი ვიდეო და ყველაფერს მიხვდეს რა რატომღაც დღეს კიდევ აი ქართული მავიწყდება და ყველა სიტყვებს არასწორ სუფიქსებს ვუთავსებ და რაღაც საშინლად ვლაპარაკობ დღეს არ ვიცი რატო ამიტომ ხვდები ამ ყველაფერს არ იფიქროთ რომ ქართული არ ვიცი არა მსგავსი ხო და გავაგრძელეთ მოკლედ გლობუსზე ასეთი განსხვავებაა რა 300-500 ჟურნალისტი აძლევს და ადრე 5 წლის წინ მაგდენიც არ იყო 100 იყო სულ რაც მეერე ამ cancel culture-მა და რაღაც მულტიკულტურალიზმმა და რა ქვია იმ სიტყვას დამავიწყდა ბევრი სხვადასხვა ინკლუზიურობა თუ რაღაც ეგეთი, ბევრი სხვა შავკანიანებიც რომ უნდა იყოს წარმოდგენილი ყველანაირი ჯურის ხალხი რომ უნდა იყოს წარმოდგენილი, ეგ ყველაფერმა იქონია გავლენა და მაგიტომ გაიზარდა რაოდენობა და იდეაში ხო დიდი რაოდენობა უნდა იყოს, ეგ სწორია და რომ მიხვდეთ აი ხასიათის დონეზე როგორ განსხვავდება ეს ორი ცერემონია როგორც ასეთი, იმიტომ რომ ერთი არის ჟურნალისტები აძლევენ ხმას, მეორე არის ინდუსტრიის მონაწილეები აძლევენ ხმას, ძალიან რეალურად ძალიან დიდი განსხვავება და მაგიტომაც ოსკარები უფრო მომხიბვლელია და უფრო საინტერესოა ყველასთვის რა ვიდრე ოქროს გლობუსი. და ისტორიულად ოქროს გლობუსი ითვლება გახურებად ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებამდე, რომელიც იქნება მარტში. გადავიდეთ უშუალოდ დაჯილდოებებზე. საუკეთესო სურათი დრამაში, საუკეთესო ფილმი დრამაში გახდა ჰამლეტი. სადაც თამაშობენ პოლ მესკალი და ჯესი ბაკლი. ეს არის ქლოე ჩაოს ფილმი. ქლოე ჩაო ასევე ცნობილი გახდა იმით, რომ კოვიდის დროს ყველაფერს დედა რო ქონდა ნატირები, მაგან მოიგო ინდი ფილმით სახელად ნობედლენდი, სადაც მთავარ როლს თამაშობს ფრენსის მაკდორმანდი. ამით გახდა ცნობილი რეალურად. მე რატომღაც წავიდა გადაწყვიტა რომ მარველში შეუძლია, ამ კალიბრში შეუძლია წავიდეს გულისხმობ პროდაქშენის და ზოგადად კომერციის ამბავში. გადაიღო ეტერნალსის, რომელიც ძალიან ცუდი ფილმია რეალურად. კი ჩანს, ქლოე ჯაოს ცალკე რაღაც ის რომ ცოტა ავთენტური რეჟისორია, ეგ გამოჩნდა აქ ფილმში რეალურად, ჩემი აზრით გამოჩნდა ვიზუალურად და ესთეტიკურად, მაგრამ ფილმი საერთო ჯამში ძალიან სუსტია და ცოტა კრინჯია. ბოლოსკენ განსაკუთრებით. და ჩხუბის სცენები მანდ არის, აი ძალიან კრინჯობა და ანჯელინა ჯოლი არის ძალიან დიდი მისკასტი მანდ. ძალიან დიდი მისკასტი. იმდენად ცუდია, რომ პოსტკრედიტ სცენაში ახალი პერსონაჟი გაიჩითა და სუპერ ყველამ ფეხებს დაიკიდა ეგ პერსონაჟი თვითონ მარველმაც არანაირ გაგრძელება მაგას არ ქორია რეალურად მე არ შემხედრია ყოველ შემთხვევაში და ეხა გადაიღო ფილმი შექსპირის პირველ ცოლზე აგნეს ქართულად რომ აგნეს უნდა თქვა უბრალოდ ქართულად აგნეს შექსპირზე რომელსაც შექსპირთან ყავდა რამდენიმე შვილი და ერთი დაეღუპა და მერე გადაწყვიტა შექსპირმა რომ ამ სევდით დამძიმებულმა დაწერა ჰამლეტი რომელიც პირიქით აი სიუჟეტი იქ მამა კვდება და მამის სული მოდის ჰამლეტთან და ეუბნება რომ ბიჭო იმან მომკლაოც მამ მომკლაო და ცოტა რამე მოაგვარეო ეს ყველაფერიო რა და ეგა სიუჟეტი ჰამლეტის მაგრამ ეგ ისტორია პირველად გავიგე მე აღმოჩნდა რომ ის ისტორია რომ აგნეს შექსპირმა ჰამლეტი დაწერა შვილის ამბავში
მე რო პირველად გავიგე ეს არაფერს არ ნიშნავს, ანუ მე ბევრი რამე არ გამიგია ჯერ და ბევრი რამის გაგება მომიწევს პირველად, უბრალოდ მე ვიცოდი ეგრე რომ რაღაც მართლა სკანდინავიური მითიდან თუ რაღაც ამბიდან აიღო ეგ იდეა შექსპირმა ჰამლეტის და სადღაც იყო ეგეთი ლეგენდა რომ სადღაც ბარში მოისმინა ამლეტის შესახებ და მე გადააკეთა ეს ყველაფერი ჰამლეტად როგორც ჩვევია ხოლმე როგორც ვიცი შექსპირს რომ ძალიან ბევრი მისი ისტორია რეალურად არსებული ამბები იყო უბრალოდ თავის გენიალურად მე აკეთებდა პიესად აქცევდა ამ ყველაფერს და გენიალური ადამიანი იყო როგორც შენზე ისტორიაში იმით რომ ხარ შესული რომ სავარაუდოდ არ არსებობდი ეხა მართალია უკვე დამტკიცებულია რომ არსებობდი მაგრამ მაინც ისტორიაში იმით რომ ხარ შესული რომ სავარაუდოდ არ არსებობდი იმიტომ რომ ამდენ რამეს ერთად ვერ მოასწრებდი უკვე ნიშნავს რომ უგენიალურესი და უდიდესი ადამიანი ხარ რეალურად და ცალკე ჰამლეტი უბრალოდ ჰამლეტი არ მომწონს ეს ფილმი და ვცდილობ სხვა თემებზე ვილაპარაკო იმიტომ რომ თემა თავის მხრივ საინტერესოა და რეალურად ქლოე ჟაოს ესთეტიკა ძალიან აუთენტურია რა მართლა მისი ეს ამ ფილმში თუ როგორ ხედავს ამ სევდას პერსონაჟის ეს როგორ უყურებს კამერა ჯესი ბაკლის პერსონაჟს რომელიც შვენივრად თამაშობს აი შესანიშნავად თამაშობს ამ როლს ჩემი აზრით მიუხედავად იმისა რომ ბევრი მასალა არა აქვს დიდად სათამაშო იგივე შემიძლია ვთქვა მაგალითად ფილმში სენტიმენტალური ღირებულებები სადაც რენატ რეინსვი ძალიან კარგად თამაშობს მაგრამ რეალურად მასალა სათამაშო არ არის მანდა მაინც მდიდარი და მრავალფეროვანი პირიქით ძალიან მეორე ხარისხოვანია და აქაც არსებითად ახალი არაფერი არაა მაგრამ გასაგებია თუ რატომ გაიმარჯვა აქ ოქროს გლობუსზე ამ ნომინაციაში დრამაში იმიტომ რომ მანდა მაინც ძლიერი კონკურენტები არ ხავდა აბა შევხედოთ ვინ ეკონკურენტებოდა ამ ნომინაციაში ჰამლეტს ესე იგი ეს იყო ფრანკენშტეინი და ალბათ შევთანხმდებით ყველა რომ აი ფრანკენშტეინს რაში და საუკეთესო ფილმში არ უნდა მიიღო არანაირი ჯილდო ანუ თავისი ღირსებები რა თქმა უნდა აქვს ამ ფილმს მაგრამ აი ასე საერთო ჯამში საუკეთესო ფილმი ცოტა ზედმეტი იქნებოდა შემდეგი ფილმი არის აბსოლუტური შედევრი ამ წლის 2025-ის გასული წლის ალბათ საუკეთესო ნამუშევარი ირანული ფილმი ჯაფარ პანახის It was just an accident ქართულად როგორ თარგმნეს არ ვიცი შემთხვევითობა ალბათ ჯაფარ პანახის It was just an accident არის ფილმი სადაც რეალურად ძალიან საინტერესო კონფლიქტი ვითარდება. აი ძალიან საინტერესო ეგეთი კონფლიქტი თითქმის არსად დიდი ხანია არსად არ შემხვედრია და ეს სწრაფად ვერ გავიხსენებ თუ აი მსგავსი ამბავი სად იყო მოყოლილი. ალბათ მართლა მხოლოდ თანამედროვე ირანულ კინოში შეხვდება მსგავსი ისტორია. წარმოიდგინეთ ისტორია არის იმაზე რომ აზერბაიჯანელმა მექანიკოსმა ნახა ტიპი რომელიც მას აწამებდა ადრე ციხეში. სადაც ის მოხვდა პროტესტების გამო. იმის გამო რომ პროტესტში მონაწილეობდა. დააპატიმრეს და ეს ტიპი მას აწამებდა. მაგრამ ამ კაცმა არ იცის სინამდვილეში მის მიერ დაჭერილი ტიპი რეალურად ის კაცია რომელიც მას აწამებდა ციხეში თუ არა. რადგან როცა აწამებდნენ მას ის იყო თვალება ხვეული და ვერ ხედავდა ვერავის. მაგრამ სამაგეროდ იცოდა ის რომ მის მწამებელს ფეხის მაგივრად აქვს პროტეზი და როცა დადის სპეციფიკურ ხმას გამოსცემს და ზუსტად ამ ხმით ფილმის დასაწყისში ზუსტად ამ ხმით ამოიცნობს მას. ამით ახლა საერთოდ არ გისპოილერებთ ამბავს ანუ ეს არის პირველი 15 წუთი ამ ისტორიის ანუ მეც არაფერს არ გიყვებით და მე ეს ტიპი ფიქრობს ანუ უნდა რომ დარწმუნდეს ეს კაცი მისი მწამებელია თუ შეეშალა. ამიტომ მას გათიშავს, ჩააგდებს მანქანაში და მე უკვე აღარ მოგიყვებით რა ხდება. მთელი ისტორია ამ ფილმის იქნება ის, რომ ამ ტიპის ვაჰიდის მორალური მდგომარეობა ის გადაიქცევა თუ არა ბოროტად და გადაწყვეტს შურისძიებას ან რამე ცუდის გაკეთებას ამ ადამიანისთვის თუ გადაწყვეტს რომ უფრო მაღლა იყოს ამ ყველაფერზე და ჩვენ როგორც მაყურებლებმა ვუყუროთ მის არჩევანს და
განვსაჯოთ რა არის სწორი, რა არის არასწორი. ფილმი ძალიან ბევრ კითხვებს სვამს. ფილმი უბრალოდ ძალიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ძალიან ნაგლად გელაპარაკება თემაზე, რომელზეც ალბათ ყველას ძალიან ისე არაქრისტიანული პასუხი გვექნება და ამის გამო ცოტა სინდისის ქენჯნასაც ვიგრძნობთ, მაგრამ იმდენად დახვეწილია სცენარი ამ ფილმის, იმდენად დახვეწილია, რომ ნებისმიერ ჰოლივუდურ რეჟისორს, სცენარისტს შეშურდება იმდენად დაძაბულია ფილმი, აბსოლუტურად მინიმალური აქტინგით, აბსოლუტურად მინიმალური რეჟისურით, მაგრამ ძალიან დახვეწილი სასპენსით, ძალიან დახვეწილი კონფლიქტით, იმ კონფლიქტით, რომ ვაჰიდი უნდა დარწმუნდეს. არის თუ არა ეს კაცი მისი მწამებელი, მაგრამ თავიდანვე რომ დაიჭირა გათიშა და ჩააგდო მანქანაში, ეს უკვე პრობლემაა მისთვის. გატყდება თუ არ გატყდება. ამაზეა ეს ისტორია. მაგრამ ამ ფილმმა სამწუხაროდ ვერაფერი ვერ მოიგო ოქროს გლობუსზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ოსკარზე ის დაფასდება, იმიტომ რომ ირანში ახლა რაც ხდება, მაგრამ რამენაირი გამოხმაურება უნდა ჰპოვოს ამერიკულ ცერემონიებში, კინოცერემონიებში, ოქროს გლობუსზე თითქმის არაფერი არ იყო. ალბათ წესდა არ მინახოს თავიდან ბოლომდე ცერემონია, მაგრამ რამე რო ყოფილიყო, ალბათ შემხვდებოდა და ბევრი წერდა, რომ ოქროს გლობუსზე დიდად ირანში მომხდარი მოვლენები საერთოდ არ არის წარმოჩენილი და არადა ბევრმა მსახიობმა გააპროტესტა ეგ ამბავი, გამოხატა თავისი თანაგრძნობა ირანელი ხალხის მიმართ და ნახოთ ოსკარები რას იზამენ, აჯობებენ თუ არა გლობუსს ამ ამბავში. კიდევ რა ნომინაცია გვაქვს? ესე იგი საუკეთესო ფილმში, დრამაში იყო იოახიმ ტრიერის სენტიმენტალური ღირებულებები. ეს ფილმი არის წიგნი რო ყოფილიყო. ეს იქნებოდა წიგნი რაღაც ბულვარული რომანი, რაღაც მეორე ხარისხოვანი Pulp Fiction-ს ეძახიან ერთ-ერთში, ზუსტად ეს იქნებოდა. ოღონდ Pulp Fiction-იც და მოიხსენიებენ უფრო განგსტანუ, უფრო რაღაც დაბალი ხარისხის ცხოვრების ისტორიებს, რაღაც კრიმინალს გავსე. და ეს იქნებოდა რაღაც მეორე ხარისხოვანი ოჯახური დრამა, რომელიც რეალურად არაფერს არ გთავაზობს. ფილმი არის, მოკლედ, ფილმის ისტორია, სიუჟეტი, სინოფსისი არის ის, რომ არის ოჯახი, პრობლემური ოჯახი, სადაც ადამიანები ცნობებს ერთმანეთის მიმართ არ გამოხატავენ, მამა წასულია ოჯახიდან, იმიტომ რომ უნდა განმარტოება და გადაიღოს უნდა ფილმი წარსულზე და გამოხატოს ის ემოციები, რომლის გამოხატვა ცხოვრებაში არ შეუძლია. და შვილსაც, რომელსაც თამაშობს რენატ რეინსვი, შვილსაც ეგეთი ემოციები აქვს. ზუსტად მას არ შეუძლია, ის არის მსახიობი, თეატრის მსახიობი და მას არ შეუძლია ცხოვრებაში ოჯახის წევრთან რამე მის პრობლემებზე ღიად ილაპარაკოს, ამიტომ იყენებს ზუსტად ამ მსახიობობას, რათა გამოხატოს თავისი ემოციები, ასეთი კანალიზაცია მოახდინოს თავისი ემოციების და მამაც ეგრეთ ცდილობს. და ნუ არ მოგიყვებით ამოსავალი წერტილი მათი ამ სევდის ამოსავალი წერტილი რა არის, ამას არ გეტყვით, უყურეთ ფილმს და ნახავთ, მაგრამ დამატებითად იმას გეტყვით, რომ ამ ფილმში მნიშვნელოვან თემაზე უფრო მეტია არ თქმული, ვიდრე თქმული. 2 საათის განმავლობაში თქვენ დაინახავთ ლამაზ ვიზუალებს, ლამაზ სახლს, ლამაზ რაკურსებს, ლამაზ ადამიანებს, ელფანინგი თამაშობს, სკარსგარდი თამაშობს, რენატ რეინსვი თამაშობს, და პრინციპში ყველა ლამაზია და ყველა ისეთი წარმოსადეგი პერსონაჟია ჰაბიტუსით და ყველაფრით მაგ ფილმში, მაგრამ შინაარსობრივად ფილმი არის ნუ ყვირის თავისი მეორე ხარისხოვნებით და თავისი მიდგომით, რომ მოყვა ისტორია, რომელიც არაფერს არ გეუბნება, არაფერს ახალს არ გთავაზობს. გარდა იმისა, რომ ანუ პასუხს რო არ თავაზობს და არაფერს გამოსავალს, ეგ არ არის პრეტენზია ფილმის მიმართ რა, ანუ ეგ არის თვითონ ადამიანის პრეტენზია, მაყურებლის, რომელიც რეალურად უფრო აი ფსიქოლოგს უნდა უთხრა ეგეთი პრეტენზია და არა მხატვრულ ნაწარმოებს, მაგრამ ამავდროულად ეს ფილმი არც კითხვასაც არ გთავაზობს ახალს. აი უბრალოდ თითქოს ყველაზე სტანდარტული თანამედროვე ოჯახური დრამა თავისი ფსიქოანალიზით. ოღონდ აი ფსიქოანალიზით ყველაზე მის ყველაზე მოსაწყენი გამოვლინებით და მის ყველაზე ბანალური გამოვლინებით. სენტიმენტალური ღირებულებები, სენტიმენტალური ღირებულება ჩემთვის ზუსტად ეგ არის რა.
ეგ ფილმია. ვერანაირად ვერ მოვიხიბლი ამ ფილმით, გარდა იმისა, რომ სკარსგადი მშვენიერია, გარდა იმისა, რომ რენატ რეინსი მშვენიერია, მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგი მასალა არ აქვთ სათამაშოდ, ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ უმაღლეს დონეზე. იგივეს ვერ ვიტყვი ელ ფანინგზე, რომელიც პრედატორში მე ძალიან მომეწონა, მაგრამ ამ რაღაც ევროპული თამაშის სტილს ცოტა ვერ მოერგო მიუხედავად იმისა, რომ ფილმში თამაშობს ჰოლივუდელ მსახიობს, რაც არის თვითონ პრინციპში, მაგრამ აი თამაშობს ძალიან მანერულად, რაც რეალურად არ ჭირდება. ანუ მის პერსონაჟი არის ფილმის დასაწყისში მამა თავაზობს შვილს, რომ ითამაშოს ბებია მისი, ამ შვილის ბებია, ანუ ამ მამის დედა და ამ შვილს ეშინია. და არ უნდა ბებიამისის თამაში, ამიტომ ჰოლივუდელი მსახიობი მოიყვანა, ელ ფანინგი ვისაც თამაშობს ის, რომ ითამაშოს და თვითონ ელ ფანინგი გაუგებარია, რთულ რაღაც ვიტყვი და დამავნილს, მაგრამ ის გაუგებარია ელ ფანინგი თამაშობს მსახიობს, რომელიც თამაშობს როლს, თუ თამაშობს უბრალოდ მსახიობს, ანუ რაღაც მომენტებში გაუგებარია ის თამაშობს, რომ თამაშობს, თუ უბრალოდ მსახიობის როლშია. იმიტომ რომ ეს ანუ რთული მისია რეალურად შესასრულებლად უნდა იყო დიკაპრიოს კალიბრის მსახიობი, ეგეთი რამე რომ ეგეთ დავალებას თავი რო გაართვა, გულისხმობ რიგ დალტონის მის მიერ შესრულებულ რიგ დალტონს ტარანტინოს ფილმში ერთხელ ჰოლივუდში, მაგ კალიბრის მსახიობი უნდა იყო, ეგეთ რთულ დავალებას თავი რო გაართვა. ელ ფანინგმა თავი ვერ გაართვა, მიუხედავად იმისა, რომ ოქროს გლობუსზე ნომინაცია აქვს. მაგრამ ვერ მოიგო. სენტიმენტალური ღირებულება, მოკლედ, ეგ ამბავია ჩემთვის. და შემდეგი ნომინაცია არის საუკეთესო ფილმზე, ეგ სინერსი. სინერსზე ვისაუბრე. სინერსი არ მგონია დრამა იყოს. უფრო მე გავიტანდი მიუზიკლში, მაგრამ ბოლომდე მიუზიკლიც არაა, მაგრამ მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ მუსიკა როგორც ისტორია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფილმში. და პრინციპში სინერსზე ბევრი ლაპარაკის სურვილი არ მაქვს, იმიტომ რომ დიდად არ მოვიხიბლე მაგ ფილმით. რაიან კუგლერისგან ცოტა მეცველოდი, იმიტომ რომ მე მომწონს შავი პანტერა პირველი. არ ვთვლი, რომ რაღაც ცუდი და დასაძრახი ფილმია. სინერსი დასაძრახი რა თქმა უნდა არ არის, ანუ ის გოგო შვენიერია ამ ფილმში. მაიკლ ბი ჯორდანზეც შემიძლია პრინციპში იგივე ვთქვა, მაგრამ თითქოს ამ ფილმს ძალა დააკლდა. რაღაც აი შინაგანი ძალა ამ ფილმს დააკლდა. რაღაც ეგეთი განცდა მაქვს. ამიტომ გამოვტოვებ და ასევე გამოვტოვებ ფილმს საიდუმლო აგენტი, ბრაზილიური ფილმი, რომელიც ჯერ არ დევს უბრალოდ და არ მინახავს, ამიტომ ვერ შევაფასებ. შემდეგი ნომინაცია ეს არის საუკეთესო ფილმი, მიუზიკლი თუ კომედია, ან კომედია. ერთად რატომღაც ან მიუზიკლი და კომედია ერთად გასაგებია, რომ მიუზიკლი როცა ცოტა ისეთ აღმატებითი ფორმაა და ცოტა ბედნიერებისკენ მიდის მაინც ყველაფერი მიუზიკლებში. მიუხედავად იმისა, რომ ლა ლა ლენდი მაინც ბედნიერების ის არ არის, რა ქვია, რეპრეზენტაცია, მაგრამ მუსიკა როცა მღერიან, მაინც ცოტა ისეთი კარგ განწყობაზე ხარ. ამიტომ რატომაც კომედიებთან აწყვილებენ გლობუსის ექსპერტები, ჟურნალისტები. და ამ ნომინაციაში გაიმარჯვა პოლ თომას ანდერსონის ბრძოლის შემდეგ, სადაც თამაშობს ტეიანა ტეილორი, რატომაც პირველი ვთქვი, იმიტომ რომ მაგალითად მოიგო გლობუსი, სადაც თამაშობს დიკაპრიო, სადაც თამაშობს შონ პენი. შონ პენის თამაშს აქებდა ყველა. ძალიან დამაინტერესა. იმ დონეზე აქებდა ყველა, რომ თითქოს რაღაც მეორე ჰანს ლანდა მივიღეთ ამ ფილმით, მაგრამ ახლოსაც არ არის ეს პერსონაჟი არც ერთ დიდ ბოროტმოქმედთან უარყოფით პერსონაჟთან. ეს არის აი აბსოლუტურად ბანალური წარმოჩენა აი ამ არქეტიპის, როცა ის შენთვის საპირისპირო საძულველი და მტრული რაღაც სექსუალურად გიზიდავს. ესაა შონ პენის პერსონაჟი რეალურად და ძალიან მოსაწყენი. შონ პენი მშვენივრად თამაშობს თავის მხრივ, მაგრამ პერსონაჟი არ აძლევს იმ შესაბამის გასაკას, მიუხედავად იმისა, რომ შონ პენმა ძალიან კარგი ხერხები მოიფიქრა ამ პერსონაჟის გასაცოცხლებლად. იქნება ეს რაღაც ეს ცოტა ისეთ სიარული, თმეები, უცნაურად გადაზელილი
იმით რა ქვია, გრიბიშოკი როგორაა ქართულად. პატარა ხის სავარცხელი როა, რომელსაც პირით ისველებს და ისე ივარცხნის თმებს, რაც უფრო გაზიზღებს თავს ამ პერსონაჟს გაზიზღებს რა, მაგრამ თვითონ პერსონაჟი იმდენად მეორე ხარისხოვანი კონფლიქტი აქვს შინაგანი ამ პერსონაჟს, რომ რავი, ფილმის იდეა არის ის, რომ წინააღმდეგობრივი დაჯგუფება, რომელიც თავარი წევრები, წამყვანი ლიდერები არის ცოლ-ქმარი, რომლებსაც თამაშობენ ტეიანა ტეილორი და ალექსანდრე რაღა იყო და ლეონარდო დიკაპრიო. ესენი ებრძვიან ესე იგი საზღვრის კონტროლს, რათა მიგრანტების უფლებები დაცული იყოს და მათ მოახერხონ ამერიკაში შეღწევა და არავინ არ გააგდოს და დაამციროს ისინი და ამ საზღვრის კონტროლის მთავარი არის შონ პენის პერსონაჟი და მოკლედ ესენი არიან დაპირისპირებული რა, აქეთა შონ პენი, რომელიც წარმოადგენს ამ კონსერვატიულ ბოროტ წარმონაქმნს, რომელიც ებრძვის ამ ყველა შავკანიანს, არა ამერიკელს, არა თეთრკანიან ტიპებს, ყველა მიგრანტს და ამ ხალხს და აქეთ ამ ხარეს არის დიკაპრიოს და ტეიან ტეილორის პერსონაჟი, რომლებიც პირიქით იცავენ ამ ხალხს, მაგრამ ტეიან ტეილორი თვითონ შავკანიანია, შესაბამისად პერსონაჟი შავკანიანია და შონ პენს აღმოჩნდება, რომ სექსუალური მიზიდულობა აქვს ასეთი ხალხის მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ ცულს ვერ იტანს და ანადგურებს მათ, მაინც რაღაცნაირი ის აქვს რა, აღგზნება ასეთი ტიპაჟების მიმართ, რაც რეალურად ჩვენ კინომოყვარულებს გვინახავს ბევრად უკეთეს გამოვლინებებში მსგავსი ხერხები და მსგავსი არქეტიპები. მაგალითად გავიხსენოთ იგივე პერსონაჟი, მსგავსი პერსონაჟი, მაგრამ ბევრად დახვეწილი შინდლერის სიაში. ყველას გემახსოვრებ და ხოისაც ფილმი გაქვთ ნანახი, აღარ გავიხსენებ. ამდენი საუბრით memory cards არ დავტვირთ ამ მოკლედ. დღეს რამჭერს არ ვიცი. რაღაცნაირად ვაყალიბებ აზრებს და არ მომწონს ეგ. ხო და ფილმის დრამა დასაწყისში ეგ არის რა, პირველი 15 წუთი ეგეთია ფილმის, რომ აქეთ არის ეს ხალხი, აქეთ არის ეს მხოლოდ შონ პენი წარმოადგენს მთავარი ტიპი, მაინც აქეთ შონ პენია და ისინი ებრძვიან რაღაცნაირად ერთმანეთს, მაგრამ იმდენად მეორე ხარისხოვანი და იმდენად უინტერესოა. რაც თავარი, აი უინტერესოობა არის მთავარი პრობლემა ამ ფილმის. ის არ აქვს, რომ მარილი არ აქვს ამ ფილმს. არაფერს განსაკუთრებას არ გთავაზობს, რაც პოლ თომას ანდერსონისთვის ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ ნებისმიერ თემას, რასაც ის შეეხო განსაკუთრებული რაკურსით. იქნება ეს მაგალითად პორნო ინდუსტრიას როგორც უყურებს ის ფილმში Boogie Nights, როგორ არაორდინალურად დაგვანახა თუ რა დრამა შეიძლება იყოს უბრალოდ პორნო ინდუსტრიაში, ან თუნდაც როგორ დაგვანახა ძალიან მერკანტილური და უმორალო Plains View ფილმში There Will Be Blood, ან როგორ დაგვანახა ცოტა ძალიან მაღალი ეშელონის ხელოვანი კერავი ფილმში Phantom Thread. სულ განსაკუთრებული რაკურსი აქვს ადამიანებზე პოლ თომას ანდერსონს და ამ ფილმში მე ვერ დავინახე ვერც ერთ პერსონაჟზე ეგეთი პერსონაჟის მიმართ ეგეთი დამოკიდებულება. რაც მეუცნაურა, მაგრამ გასაგებია, რომ ცოტა პოლიტიკურად ძალიან ისეთი, როგორ თქვა, დღის წესრიგშია პოლიტიკურად ეგ ამბავი, რა იდეებიც არის ძალიან ისეთ ლიბერალური ხედვებია, რომელიც საერთოდ არ არის დაჩელენჯებული თითქმის, მაგ ფილმში მე ეგ ვერ დავინახე, რომ ეგ ხედვები რაღაც ძალიან ცოტა მიამიტურად ლიბერალური ხედვები რამენაირად დაჩელენჯებული იყოს, მე ეგ ვერ დავინახე, მაგრამ ოქროს გლობუსმა ეგ რატომღაც და ოსკარმაც გასაგებ მიზეზების გამო ეგ დადებითად აღიქვა და გარდა იმისა, რომ უამრავი ნომინაცია მისცა, ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან კატეგორიაში ჯილდოც აჩუქა, შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ სხვა ფილმებიც ბევრად დასაფასებელი იყო და თან გაუგებარია ან მიუზიკლი რატოა პოლ თომას ანდერსონის ეს ფილმი, ან კომედია რატოა, მაგრამ ჩასვია ეს ფილმი დრამაში და გასაგებია, რომ ვერ გაკაჩავს, მე თუ მკითხავ, ვერც სინერს ვერ გაკაჩავს ეს ფილმი. ვერც ჯაფარ პანახის It Was Just an Accident ვერ გაუკაჩავს და ჰამლეტსაც ჩემი აზრით ვერ გაუკაჩავს. ამიტომ ჩასვეს ალბათ კომედია მიუზიკლში, რომ უფრო ისეთი მეტი შანსი ჰქონდეს, მაგრამ აქაც არის კარგი ფილმები. მაგალითად, ერთი არის Blue Moon, რომელიც ნანახი არ მაქვს, მარტის სუპრემი ასევე არ მაქვს, ნანახი არ დევს ჯერჯერობით არსად.
ბუგონია, რომელზეც ადრე ვილაპარაკე, მაგრამ მაშინ ანახი არ მქონდა, იმიტომ რომ ფესტივალებზე იყო და ჯერ არსად არ გამოჩენილა ეს ფილმი, მაგრამ ეხა უკვე ანახი მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის იორგოს ლანტიმოსის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი. ძალიან ირონიული ფილმი, ძალიან დახვეწილი ფილმი, ძალიან კაი არ დაგისპოილერებ, არ ვიტყვი გაგზე, მინდოდა მეთქვა, რომ რაღაც ისეთი რაღაც მინდოდა მეთქვა, რითიც დაგისპოილერებდით, მაგრამ უყურეთ აუცილებლად მაგ ფილმს, ვისაც გიყვართ კონსპიროლოგია, შეთქმულების თეორიები, საუკეთესო ფილმია, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ. ასევე ამ ნომინაციაში იყო კორეული ფილმი No Other Choice. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინემატოგრაფიული გამოცდილება, რომელიც მე მივიღე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ეს ფილმი Old Boy ვინც გადაიღო, ეს არის რეჟისორი ამ ფილმის. ისტორია არის იმაზე, რომ არის რიგითი მუშა, რომელიც მუშაობს ქაღალდის დამამზადებელ კომპანიაში და რომელსაც გააგდებენ სამსახურიდან და ის საკუთარ თავს თვლის, რომ არ იმსახურებს ნაკლებს და ეძებს ახალ სამსახურს, მაგრამ გაივლის ინტერვიუს და დაინახავს, რომ ძალიან ბევრი კონკურენტი ყავს მას ამ ახალი სამსახურის მოპოვების გზაზე და მიმართავს ძალიან საინტერესო მეთოდს და ისე აკეთებს, რომ ინტერვიუერებს არ კონდეთ სხვა არჩევანი. რას აკეთებს და როგორ აკეთებს, ამ ყველაფერს არ მოგიყვებით, უყურეთ. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო take-ი ამ თემის მიმართ Fight Club-ის მერე. რახან ნომინაციას ქვია საუკეთესო ფილმი, musical-ი ან კომედია, მე მაინც ბუგონიას მივცემდი და No Other Choice, რა თქმა უნდა, კომედია იმ გაგებით, რომ ძალიან მე ვიტყოდი დამცინავია, კარგი გაგებით შინაარსობრივად დამცინავია ამ პრობლემის მიმართ. მაგრამ კომედია მაინც არა და მიუზიკლი მით უმეტეს არა, ბევრი მუსიკა ამ ფილმში, მაგრამ მიუზიკლი არ არის. დრამაში უფრო გადავიტანდი ამ ფილმს და ბუგონია გარდა იმისა, რომ შინაარსობრივად ძალიან მწარედ დასცინის თანამედროვეობას, ამავდროულად ფორმითაც კომედია. იქ რაც ხდება რეალურად ძალიან კომიკური ამბებია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გაგეცინოს და დიდი ალბათობით არ გაგეცინება ფილმის უმეტესი ნაწილი ღიმილი არ გაგიჩნდება სახეზე, გარდა ერთი მომენტისა. მაგრამ მაინც რეალურად კომედია თავისი ფორმით. უფრო მეტად ვიდრე პოლ თომას ანდერსონის ფილმი, რომელიც კომედია საერთოდ არა. და რატომ ჩასვეს კომედიურ სექციაში გაუგებარია. შემდეგ არის ანიმაცია, რომელიც მე ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო, იმიტომ რომ ანიმაციების მხრივ მანდამაინც მრავალფეროვანი წელი არ ყოფილა. გაიმარჯვა K-pop Demon Hunters-მა, რომელიც არ მაქვს ნანახი და ამიტომ ვერ ვიტყვი, არც ერთი ფილმი აქვს. ამ ანიმაციებიდან Zootopia 2-ის გარდა არც ერთი არ მაქვს ნანახი, ამიტომ დიდხანს არ გავჩერდები, იმიტომ რომ ვერაფრის თქმას საინტერესოს მით უმეტეს ვერ მოვახერხებ. შემდეგი არის საუკეთესო ფილმი, არაინგლისურენოვანი საუკეთესო ფილმი, რომელიც გაიმარჯვა საიდუმლო აგენტმა, ბრაზილიულმა ფილმმა, რომელიც ჯერ არ დევს და შესაბამისად ნანახი არ მაქვს. ჯაფარ პანახიც აქვს ნომინირებული ამ ფილმზე, It Was Just an Accident-ზე ვისაუბრე, No Other Choice-ზე ვისაუბრე, სენტიმენტალურ ღირებულებაზე ვისაუბრე, სირატი ჯერ მგონი არ დევს და ამიტომ ვერ ვისაუბრებ და ჰინდრაჯაბის ხმაზეც ვისაუბრე, ერთ-ერთ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ. მაშინ რაზე ვისაუბრეთ, პრინციპში დოკუმენტური ფილმი, ამიტომ რაღაც განსაკუთრებულ ახალს ვერ გეტყვით მაგ ფილმის ნახვის შემდეგ, იმიტომ რომ შინაარსი ვიცით და იმ ერთ-ერთ პოდკასტში მაქვს ამ თემაზე ნასაუბრები. შემდეგ გადავედით სამსახიობო ნომინაციებზე. საუკეთესო ქალი მსახიობი დრამაში მიიღო ჯესი ბაკლიმ ფილმისთვის ჰამლეტი, სადაც მან ითამაშა აგნეს შექსპირი, რომელზეც უკვე ვისაუბრე და პრინციპში ჯესი ბაკლი შევაქე, ამიტომ ხვდებით, რომ ის ჩემი ფავორიტია და ჯესი ბაკლი ჩემთვის ძალიან საინტერესო მსახიობია. მე ის აღმოვაჩინე ფილმში ჩარლი კაუფმანის ფილმში, რომელიც სახელიც ახლა ამომივარდა, თქვენ პოსტერს დაინახავთ აქ სადმე ამოვანათებ. ძალიან საინტერესოა მან, ჯესი პლემონსიც ძალიან საინტერესოა, ეს არის ჩარლი კაუფმანის, გარდა იმისა, რომ ეს კაცი ძალიან მაგარი სცენარისტია, ამავდროულად რეჟისორიც აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და გადაიღო ეგ ფილმი და იმის შემდეგ მგონი ფილმი არც გადაუღია და მისი სცენარული ამუშავებები აქვს. რეჟისორული მგონი არა. ასევე აქ არის ჯენიფერ ლოურენსი ფილმში, ლენი რემზის ფილმში Die My Love.
ასევე აქ არის ევა ვიქტორი, ჯულია რობერტსი, რენატ რეინსვი, ძალიან კარგი იმ ფილმში, მაგრამ ჯესი ბაკლის ვერ უკაჩავს, ვერანაირად უბრალოდ და ტესა ტომპსონი. ამათგან უმეტესობა ნანახი არ მაქვს დაიმაელავ ნანახი, სენტიმენტალური ღირებულება ნანახი, ჰამლეტი ნანახი და ამათზე პრინციპში ვისაუბრე. დაიმაელავზე გაკვეთ შემიძლია თქვა, რომ არ იყო ცუდი ნამუშევარი, უბრალოდ მე ვერ ხვდები რა ინფორმატირებას. ძალიან ბევრს მიფუჭებს წარმოდგენას ფილმზე და ისტორიაზე, მაგრამ ფილმი არ არის ურიგო, რობერტ პატისონი და ჯენიფერ ლოურენსი თამაშობს. ჯენიფერ ლოურენსმა რეალურად ახლა გადაწყვიტა, რომ ცოტა დაღვინდეს და ცოტა ისეთ ემა სტოუნის გზას მიმართოს და საავტორო ფილმებში გაიჩითოს, ცოტა ისეთ დახვეწილ არაკომერციულ ფილმებში ითამაშოს და ცოტა ამ ფრონტზეც მოიპოვოს სახელი, რაც სხვადასხვა წარმატებით გამოდის. საუკეთესო კაცი მსახიობი დრამაში ეს არის ვაგნერ მოურა, საიდუმლო აგენტი, შემდეგ ნომინირებული იყო დუეინ ჯონსონი, ჯერემი ალენ უაითი, ჯოელ ეჯერტონი, მაიკლ ბი ჯორდანი და ოსკარ აიზეკი. რატომღაც ყველაზე მოსალოდნელი იყო დუეინ ჯონსონი, იმიტომ რომ ისეთი პერსონაჟი ითამაშა და თან უყვართ, როცა არასერიოზულ ფილმებში მონაწილე მსახიობი უცბად სერიოზულ ფილმში გაიჩიტება და თან წონას, თან რაღაცნაირად გარეგნულად შეიცვლება და რაღაც ისეთი ისტორიას ითამაშებს სპორტსმენს, რომელიც რაღაც რაღაც დაღიადევს და ამ ყველაფერს გადალახავს და ეს ისტორიები ყველას უყვარს ზოგადად და ძალიან მომხიბვლელია და მაგიტო მაგალითად ჰამლეტმა აჯობა სინერს. ორივე ფავორიტი იყო, სინერს შეიძლება ითქვას უფრო ფავორიტი იყო, მაგრამ ჰამლეტი მაინც ისეთი ფილმია, რომელსაც უყურებ და დარჩება შენში რაღაც და სინერსი პირველ რიგში ენტერტეინმენტია და პირველ რიგში ესთეტიკური სიამოვნებაა. ჰამლეტი უფრო ისეთია, რომ აი გულში მოხვდება, თუ მოგეწონა ეს ფილმი, დიდხანს დარჩება შენში და აი დიდხანს იფიქრებ ამ ფილმზე, ამიტომ როგორც წესი ასეთი ფილმები უფრო მეტად იმარჯვებენ ოქროს გლობუსზე და ნებისმიერ მით უმეტეს ამერიკულ დაჯილდოებებზე, ვიდრე სუფთა ესთეტიკური ღირებულებების მქონე ფილმები. შემდეგ რა ნომინაციები გვაქვს საინტერესო? საუკეთესო ქალი მსახიობი მეორე ხარისხოვან საუკეთესო ქალი მსახიობი მიუზიკლებში და კომედიებში გაიმარჯვა როუზ ბარნიმ ფილმში მე რომ მქონდეს ფეხი დაგარტყამდი, უბრალოდ მე რომ მქონდეს ფეხები დაგარტყამდი, If I Had Legs I Would Kick You. მოკლედ ეს არის ფილმი ფსიქოთერაპევტი. წარმოიდგინეთ, ფსიქოთერაპევტი ქალი, რომელსაც ყავს შვილი, რომელსაც ჭამის პრობლემები აქვს და აი ეს ამითაა დავრდომილი ეს შვილი და ამას უვლის და დამატებითად ქმარი ყავს მეზღვაური და ქმარი მასთან ერთად არ არის და ამავდროულად მე აღმოაჩენს რომ მის სახლში უცბად ჭერი გასკდება, დასაწყისში ხდება ეს ყველაფერი, ანუ არ გისპოილერებთ. ჭერი გასკდება მის სახლში, წყალი ჩამოდის ჩანჩქერივით, თითქოს აი ვიქტორიას ჩანჩქერია მის ბინაში და ამ ყველაფრის ფონზე თვითონ ქალის მანდამის ემოციურად მდგრადი არა, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოთერაპევტია და სხვა ადამიანებს ეხმარება, რომ უფრო ემოციურად მდგრადი იყოს და თუ გაინტერესებთ ასეთი ადამიანის შინაგანი სამყაროს ცქერა 2 საათის განმავლობაში, მაშინ უყურეთ ამ ფილმს, სადაც ძალიან ბევრი ახლო ხედია ქალბატონი როუზის სახეზე და აი ფილმი ყვირის იმით, რომ მე თქვენ ამ ქალის შინაგან სამყაროს გაჩვენეთ და თუ როგორი არეულია ის ემოციურად და თუ როგორ გაურბის პასუხისმგებლობას და თუ როგორ არ შეუძლია ის, როგორ არ შეუძლია ეს, აი ამ ყველაფერის მოყვარულები თუ ხართ, აუცილებლად უყურეთ ამ ფილმს, მოგეწონებათ ჩემი აზრით, მაგრამ მე მიუხედავად იმისა, რომ კინოკრიტიკოსად და კინოჟურნალისტად მომაქვს თავი და რაღაც ეგეთი, მაინც რაღაც ის მაქვს რა გემოვნება მაქვს გულისხმობ იმას, რომ მე ჩემი ის მაქვს, როგორ თქვა, შეფასების კრიტერიუმები და რაღაცები არის, რაც დიდად არ მხიბლავს, რაღაცები არის, რაც მხიბლავს, რეალურად ყველა ნებისმიერ კინოკრიტიკოსს აქვს, უბრალოდ მალავს და მე რაღაც შეფუთავს თითქოს რეალურად ობიექტურად და ჩამოყალიბებულად აფასებს ფილმს. არა და სინამდვილეში უბრალოდ ეს თემა დიდად არ ხიბლავს. მე ასეთი თემა, ასეთი მიდგომით, ასეთი რაკურსით ჩემთვის არ არის საინტერესო, მაგრამ ალბათ ვისთვისაც საინტერესოა ეს ფილმი კარგი იქნება და გასაგებია როუზ ბარნიმ თუ როუზ ბორნიმ რატომ მიიღო ჯილდო ამ ფილმისთვის. იმიტომ რომ თამაშობს პრობლემურ ქალს, რომელიც სულ პრობლემებშია,
რომლის ირგვლივ კარგი არაფერი არ ხდება და ასეთი პერსონაჟები უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე ისეთი პერსონაჟები, რომლებიც თავაზობენ რაღაც გართობას, იმ წუთას რაღაც გართობას თავაზობენ, მაგრამ მერე არ დაგრჩებიან დიდხანს და ეს ეთყობა ეგეთ პერსონაჟია და ამიტომ და პრინციპში კარგად, სულ კი არ თამაშობს, კარგად თამაშობს, უბრალოდ კარგად თამაშზე მეტად აქ უფრო საინტერესოა პერსონაჟი ბევრად უფრო საინტერესოა ასეთ სიტუაციებში დაჯილდოებების დროს, ვიდრე მსახიობის შესრულება, ჩემი აზრით. საუკეთესო კაცი მსახიობი მიუზიკლში თუ კომედიაში მიიღო ტიმოტი შალამემ ფილმში მარტის სუპრემი. ტიმოტი შალამე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც მიიღო ეს ჯილდო. მას შეეძლო შარშან გამختარიყო ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც მიიღო ოსკარი, მაგრამ ეს შანსი მან გამაზა, იმიტომ რომ აჯობა ედრიენ ბროუდიმ, რომელიც literally არის მსახიობი, რომელმაც ყველაზე ახალგაზრდა მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობისთვის და უბრალოდ აი საკუთარი კამარი დაიცვა, შეიძლება ასე ვთქვათ და ჩემი აზრით ძალიან დაუმსახურებლად მიიღო ეს ჯილდო, იმიტომ რომ ტიპმა ფორმულას მიაგნო რა ედრიენ ბროუდი მითამაშა, მეორეჯერ ითამაშა ომით ტანჯული ებრაელი. და მიიღო ჯილდო, ანუ ვიღაცა თუ იკითხავს ედრიენ ბროუდის წარმატების საიდუმლო რა არის მსახიობისთვის ეტყვის, რომ აი უნდა ითამაშოთ ომით ტანჯული ებრაელი. ნაცისტების მიერ ტანჯული ებრაელი და всё მიიღო, თან პიანისტში მიიღო, ბრუტალისტში მიიღო, უფრო დეტალიზებულად შეგვიძლია ვთქვათ ომით ტანჯული ხელოვანი ებრაელი. არქიტექტურაც ხო რაღაც დონეზე ხელოვნება, ამიტომ აი იქ ხო პიანისტი იყო, პიანინოზე უკრავდა, აქ ბრუტალისტი კი არა და აქ ბრუტალისტი იყო, აქ იყო არქიტექტორი, რომელიც წავიდა ამერიკაში და ეგონა რომ იქ რომ გაექცა ნაცისტურ რეჟიმს ძალიან კარგად იცხოვრებდა, მაგრამ კარგად ვერ ცხოვრობდა, მაგრამ ამ როლით აჯობა ტიმოტი შალამეს და ტიმოტი შალამემ განარა უკეთესი კი არ ითამაშა, ბობ დილანი ითამაშა იმის ფილმში რა ქვია, აუმივარდა თავიდან მაგ რეჟისორის სახელი. არა და კაი რეჟისორია და ბაიოპიკებს როგორც წესი კარგად იღებს, მაგრამ აქ ბაიოპიკზე მეტად გამოუვიდა ბობ დილანის სოლო კონცერტის გადაღება, ვიდრე ფილმის სრულფასოვანი ფილმის გადაღება. და ანუ უკეთესად კი არ უთამაშია ტიმოტი შალამეს, უბრალოდ მე უფრო მეგონა რომ მაშინ ტიმოტი შალამე მოიგებდა. იმიტომ რომ ბობ დილანს თამაშობს, იმიტომ რომ მოწონთ ბიოგრაფიული დრამები, იმიტომ რომ ტიმოტი შალამე ზოგადად უყვარს ამერიკის კინოაკადემიას და ჰოლივუდს და ვიფიქრე რომ აი ამას უფრო მიცემდი, მაგრამ ნუ ედრიენ ბროუდიმ თავისი კამარი დაიცვა და ისტორიაში მაინც რჩება როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც ეს ჯილდო გააჩნია. რომელმაც მიიღო, ანუ ყველაზე ახალგაზრდა ახლა კი არ არის კაცო, ანუ მაშინ იყო სადღაც 28 წლის და ეს ითვლება ყველაზე ახალგაზრდა მსახიობად. რომელმაც მიიღო ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის. აი, ტავტოლოგია ყვირის ჩემს მეტყველებაში, მაგრამ არა უშავს. საუკეთესო ქალი მსახიობი მეორე ხარისხოვან როლში. მიიღო ტეიანა ტეილორმა, ალბათ არასწორად ვამბობ, ანუ რავი, ანუ მან და მაინც ძლიერი კონკურენტები არ ყავდა. ემილი ბლანტი ძალიან კარგი იყო ფილმში The Smashing Machine და ემილი ბლანტი მომენტ უფრო მოსალოდნელი იყო რომ მიიღებდა ვიდრე ეს. ელ ფანინგი როგორც ვახსენე, დიდი არაფერი. ფილმზე იარაღები მე ვისაუბრე და ემი მადიგანის თამაში მაგ ფილმში ძალიან ახლა რო თქვა რომ განსაკუთრებული იყო მოგატყუებთ. არიანა გრანდე ფილმში Wicked-ში, ანუ ძალიან უცნაური იქნება არიანა გრანდე რო დავინახო ან ოქროს გლობუსით, ან მით უმეტეს ოსკარით. აი ეგ იქნება, სიურრეალიზმის სრული. და სენტიმენტალურ ღირებულებებში ასევე მეორე ამავე ნომინაციაში მეორე მსახიობია ინგა იბშტოტერ ლილიასი, პირველ ხედავ მსახიობს, პრინციპში ძალიან ცნობილიც არ არის და სხვა შორის არ თამაშობს ცუდად. ელ ფანინგზე უკეთესად ნამდვილად თამაშობს, მაგრამ არ მოუგია არაფერი სამწუხაროდ. მაგრამ სენტიმენტალურ ღირებულებაში სხვა მსახიობი დაწინაურდა. ეს არის სტელან სკარსგარდი, რომელმაც მოიგო საუკეთესო კაცი მსახიობი მეორე ხარისხოვან როლში და აქ უკვე საინტერესოა რომ აღარ ყოფენ ჟანრებად. ანუ აქ უბრალოდ ზოგადად აჯილდოებენ. აქ უკვე შეეზარათ კიდევ ორი ნომინაცია საუკეთესო მეორე ხარისხოვანი კაცი დრამაში, მეორე საუკეთესო მეორე ხარისხოვანი კაცი მიუზიკლში და კომედიაში, მეორე საუკეთესო მეორე ხარისხოვანი ქალი დრამაში. ის ძალიან ბევრი იქნებოდა და გადაწყვიტეს რომ აქ შეამოკლონ ნომინაციები, რომ უბრალოდ თვითონ ცერემონია არ გახდეს 5 საათიანი.
თუ არის კიდევ მაგდენ, ანუ ძალიან დიდი არ გამختار იყო რა, ანუ კაცშვილი აღარ შეხედავდა. შონ პენმა ვერაფერი ვერ მოიგო. საუკეთესო რეჟისორი ოღონდ დრამაში და რამაში კი არა, ზოგადად საუკეთესო რეჟისორი. გახდა პოლ თომას ანდერსონი. ძალიან უცნაური ის ჰქონდა რა, დაპირისპირება იყო. იოახიმ ტრიერი, აქით ქლოე ჯაო, დელ ტორო, გილერმო დელ ტორო, ჯაფარ პანაჰი და რაიან კუგლერი. აი ვის და პოლ თომას ანდერსონს კონკრეტულად ამ ფილმში არ ეკუთვნის ეგ ჯილდო, ჩემი აზრით. უფრო რაიან კუგლერს მივცემდი ამ ჯილდოს, იმიტომ რეჟისორულად მართლა ძალიან საინტერესო ნამუშევარია სინერსი, ბევრად საინტერესო ვიდრე პოლ თომას ანდერსონი, იმიტომ რაიან კუგლერმა სინერში მართლა ავთენტური სამყარო შექმნა. და აქ პოლ თომას ანდერსონმა, რავი, ვერ გეტყვით იგივეს მასზე. საუკეთესო სცენარი გამოიცანით პოლ თომას ანდერსონი, რომელიც რეალურად, ჯაფარ პანაჰის რომ არ მისცემ ამ ფილმის გამო საუკეთესო სცენარს, It was just an accident-ის გამო საუკეთესო სცენარს რომ არ მისცემ. ხარ, ძალიან დაუდევარი ამ საკითხში, იმიტომ რომ პოლ თომას ანდერსონი ნამდვილად არ არის რა, არ უდგას გვერდით ეს ფილმი კონკრეტულად One Battle After Another. After-Another-ის ისტორია არ არის, ახლოსაც არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორც It was just an accident-ის ამ ფილმში მოყოლილი ისტორია. გავაგრძელეთ. მუსიკა ნაკლებად მაინტერესებს, როგორ მოგატყუოთ. ამიტომ მუსიკების ნომინაციებს გამოვტოვებ. ხო, დაამატეს სხვადასხვა ოქროს გლობუსზე საუკეთესო პოდკასტის ნომინაცია. ანუ საუკეთესო პოდკასტის ნომინაცია კინო პრემიაში. რანაირად? რა ჯერ საუკეთესო პოდკასტი ემი პულერს მისცეს საუკეთესო პოდკასტის ჯილდო. აშინ როცა თეოონის პოდკასტია, ჯო როგანის პოდკასტია, რავი, და ხო გასაგებია ახლა რომ არც ერთს და არც მეორეს ანკეტა დემოკრატიული ფლანგი, რომელსაც წარმოადგენს პრინციპში ოქროს გლობუსი, არანაირ დაჯილდოებაში მონაწილეობას არ მიაღებინებდა, მაგრამ კიდე ასევე დაამატეს საუკეთესო სტენდაპ კონცერტის ნომინაცია, რომელიც უფრო ვალიდურია ვიდრე საუკეთესო პოდკასტი, იმიტომ რომ სტენდაპ კონცერტი სპეციალი მაინც ერთი ისა ნაწარმოებია და პოდკასტი სერიები, პოდკასტი ერთ დიდი რაღაცა სერიებია და როგორ და განსაჯო ეგრე გავგებარია. მაშინ საუკეთესო პოდკასტებისთვის ცალკე დაჯილდოებების ცერემონია უნდა იყოს და იქ უნდა იყოს საუკეთესო შემეცნებითი პოდკასტი, საუკეთესო გასართობი პოდკასტი, საუკეთესო რა ვიცი მე პოდკასტი ბიოლოგიაზე, საუკეთესო პოდკასტი დიეტაზე და ასე შემდეგ. და ასე ზოგადად საუკეთესო პოდკასტის ნომინაცია უცნაურია. და სტენდაპ კონცერტის ნომინაციაში გაიმარჯვა რიკი ჯერვეისმა, ადამიანმა, რომელიც ცნობილია იმით, რომ შეუჩერებლად ლანძღავს ოქროს გლობუსს, ოღონდ ოქროს გლობუსის ცერემონიის დროს დგას პოდიუმზე და ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის აბსურდი. და ამ ადამიანს აძლევენ ჯილდოს, ძალიან უცნაურია. მიუხედავად იმისა, რომ რიკი ჯერვეისი ძალიან მაგარი, რიკი ჯერვეისის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ მაქვს, მისი ეს კონცერტი არ მინახავს, მაგრამ როგორც ტიპაჟი ძალიან ისე დადებითი და მაგარი ტიპია რა. დადებითი იმ გაგებით კი არა, რომ სულ კარგ და სასიამოვნო რაღაცებს ლაპარაკობს. არა, უბრალოდ ტიპია კარგი, არ გაზიზღებს თავს. არის ხალხი, რომელიც სულს არ ლაპარაკობენ, მაგრამ ძალიან ცუდ ვაიბს ტოვებენ და ეს არ არის ეგეთი. შემდეგ მოდის სერიალების ნომინაციები, რომლებშიც არ ვარ ძლიერი, ამიტომ გამოვტოვებ და პრინციპში ოქროს გლობუსის თემას მოვრჩეთ ახლა, თორედ ძალიან გაგვეწელა ოქროს გლობუსზე საუბარი, ამდენსაც არ ვაპირებდი. თითქმის 1 საათია ლაპარაკობ, მე მგონი. ამას წინა ვიდეოში კომენტარში დამიწერეს, რომ გრძელი პოდკასტი გააკეთეო და წინა იყო 40 წუთიანი, ეს იქნება ალბათ სადღაც საათი, მე მგონი. თუ აღმოჩნდება მონტაჟის დროს რომ საათი არ არის, ამას ამოვჭრი ახლა რაც ვთქვი. იმიტომ რომ სულელი გამოჩნდები, პოდკასტი 40 წუთიანი გაიჩნდოს და მე ვლაპარაკობ რომ აქ საათი და რაღაც, ამოვჭრი. გადავიდეთ შემდეგ ამბავზე. შემდეგი ამბავი არის ის, რომ Paramount-ი აპირებს ჩივილს. Paramount-მა თქვა, რომ შენ Warner-ებო, რო გინდათ რომ Netflix მიყიდო თავიო და მე რო უარს მეუნებითო. რატომ მეუნებით? აი გადაშალეთ ყველა კარტი, ფინანსური დეტალები, დოკუმენტაცია ჩამაბარეთ, აბა ყველაფერი ჩამაბარეთ, ასე უთხრა Paramount-მა. თორე გიჩივლებთო. მერე დაიძაბა იქ ხალხი Warner-ები დაიძაბნენ რა უნდა თუ და. არა და Paramount-ი
106 მილიარდს თავაზობს. Netflix-ი 83-ს. მაგრამ Warner-ს მარტო მაინც Netflix-ი უნდათ. ისმის კითხვა რატო ისინი ხომ მეც თავაზობენ და ალბათ ახლა ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ. გასაგებია რომ Netflix-ის სასტავი აქ უფრო კაი ტიპები არიან ვიდრე Paramount-ს, იმიტომ რომ უფრო მეტ ფულს თავაზობენ და მაინც უარს ეუბნებიან. მაინც უარი აქვთ, ხო? მაშინ ანუ სხვა გამოსავალი ისაა რომ Warner-ები ამბობენ რომ ეს მანდამაინც სანდო ხალხი არ არისო, ეს Paramount-ის ხალხიო, შეიძლება რაღაც ფულის ამბებში რაღაცაო სასამართლოში მოგვიწევს ხშირად და არ გვინდაო. და ამიტომ უარს ეუბნებიან და ზემოდან კიდევ ის არის რომ ეს 103 მილიარდი მარტო Paramount-ის კი არა, არაბული ფულიც არის მანდ. და ალბათ ეგიც არის მიზეზი Warner-ებისთვის რომ მათ უბრალოდ არაბული გავლენების გაზრდა არ სურთ. ჩვენ ქართველებმა მხოლოდ არაბული გავლენა ძირითადად მხოლოდ ფეხბურთის ამბებში ვიცით. იმიტომ რომ ძირითადად მაინც აქიდან მოდის ჩვენთან ის ინფორმაცია რომ რაღაც Newcastle, Manchester City, PSG ეს არის არაბების კლუბებია, არაბი ბიზნესმენების. მაგრამ რეალურად იქნება ეს მუსიკალური ინდუსტრია, იქნება ეს კინოინდუსტრია, აქაც თავიანთ ამ საცეცებს აქაც იმაშვებიან, უჩხიკინებენ და უნდათ რომ ყველგან გავრცელდნენ რეალურად და Paramount-ის შეთავაზება არაბ ხალხთან ერთად არის რა, ანუ და Netflix-მა ასეთი რაღაცა გააკეთა. ზუსტად მესამე დღეს თუ მეორე დღეს რაც Paramount-მა გადაწყვიტა რომ გიჩივლებთო, Netflix-მა თქვა ამ 83 მილიარდს ქეშად გადაგიხდით. ანუ რაღაც პროცენტი იყო აქამდე ქეშად და რაღაცა სტოკად, ანუ აქციებით. და ახლა ქეშად გადაგიხდით. იცით რატო? იმიტომ რომ ქეშად რო უხდი, უფრო სწრაფად მოხდება გარიგება. და თუ აქციებით უხდი და ანუ თუ სტოკით უხდი და ქეშად ასევე იმ სტოკის ტრანზაქციას და ბუღალტერიას და ამ ყველაფერს როგორც წავიკითხე, უფრო დიდი დრო, ბევრად დიდი, რამდენიმე თვე უნდა. და ამას ქეშად უბრალოდ მისცემს ფულს და ანუ ქეშად $100-იანებს კი არ ჩაუკუჭავს 83 მილიარდ $100-იანს კი არა და მაგდენი არ გამოდის, ანუ 83 მილიარდს $100-იანებით კი არ ჩაუკუჭავს და დიდი იმით რა ქვია თვითმფრინავებით კი არ მოუტანს, არა, ანუ ანგარიშზე გადაურიცხავს უბრალოდ და ვსაო. მეტი არაფერი, ანუ რაც ბევრად სწრაფად მოხდება ვიდრე ეს და მოდით როზეო ის ვქნათ რა, გავერთიანდეთ თუ სანამ ამათ რაღაც გააკეთესო და მერე კიდე უფრო მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. Paramount-ი საწუწუნოდ მივიდა Macron-თან, რომ ესენიო დედას უტირებენ კინოთეატრებსო. აი ამას აპირებენო და რაღაცა იჩალიჩეთო. ამის საპასუხოდ Netflix-ის CEO-მ ტედ სარანოსმა თქვა, რომ თქვენო კარგად თუ ხართო, მე თუ ვყიდულობ აგერ ამ ხელა კაცი ვარ და ვყიდულობ კინოთეატრში აქტიურ დიდ სტუდიას. თქვენ რა გონიათ რომ მე ამ ბიზნეს ასე მოვისვრი უბრალოდ და box office-ზე არ ვიმუშავებო? თქვენ გიჟები ხო არ ხართო? არა, ეს 45 დღიანი ფანჯარა რომ ახალი ფილმები მარტო კინოთეატრებში არიან, მარტო კინოთეატრებში აჩვენებენ ამ ახალ ფილმებს. ეს შენარჩუნებული იქნებაო და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთო რომ ეგიც მოვხოდოთ, ანუ ცალკე ხო სტრიმინგ სერვისი გვაქვს. ჩვენ სტრიმინგ სერვისი რო გვაქვს და წარმატებულები ვართ ამ ამბავში, ეს იმას კი ანიშნავს რომ კინოთეატრებს ვერ ვიტანთო, არა, უბრალოდ ამ ბიზნესში ჩვენ წარმატებულები ვართ. და ახლა როცა ამ ახალ ბიზნესს ვიყიდითო, შევიძენთო. ამაშიც ვიჩალიჩებთ რომ სუპერ წარმატებულები ვიყოთო, ანუ ამით დაარწმუნა და დაამშვიდა ხალხი, რომ იცით რა ჩვენ არ ვაპირებთ რაღაც კინოთეატრები და ეს cinematic experience გავანადგუროთ, ამას არ ვაპირებთ. ჯერჯერობით ეს ხდება ამ кейსზე, მეტი ახალი ამბავი არ ყოფილა, ეს არის ბოლო ამბები აქედან და ჩემი ვარაუდი ისაა, რომ საბოლოოდ Paramount-ი დამშვიდდება, ვერ შეიძენს Warner-ებს და Netflix-ის იქნება Warner Brothers-ი და დიდი იმედი მაქვს, რომ მე მარტო იმიტომ ვალელშიკობ Netflix, იმიტომ რომ ის ახალია და Paramount-ი არის ძველი. და მაინც ანუ ახალი პროგრესული ბიზნესი და ანუ კინოს ამბავში რა, ანუ კინო ხედვა ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე Paramount-ის დრომოჭმული ცოტა ხედვები და თან ის მორალისტობა, რომ ესენი ვითომ აი კინოთეატრს იმას დედას უტირებენ და თქვენ აი ბატონო Macron კანის ფესტივალი რო გაქვთ, რომელიც ფრანგებს ასე ძალიან გიყვართ და აფასებთ
გინდათ რომ მაგაც რაღაც ზიანი მიეყენოს იმით რომ Netflix-ი შეიძენს ამას Warner-ებს და თან არის დადის ასეთ დაუდასტურებელი ჭორები რომ ამერიკის კინოაკადემია Netflix-ის ნაწარმოებ ფილმებს შეუზღუდავს ნომინაციებს. ამობენ აი ეს ვარიანტიც არისო. ამიტომ რაღაც საინტერესო ინტრიგები და ამბები ხდება ჰოლივუდში. და მოდი ჯობია დაველოდოთ. ამ კვირაში კიდევ ერთი კინოამბები იქნება რამდენიმე დღეში, 60 დღეში. და მოდი ამჯერად მოურჩეთ, იმიტომ რომ მე მგონი ძალიან ბევრს ვაუბრობ და ძალიან ბევრი წყალი ვისაუბრე. რეალურად. იმიტომ რომ კინო ანუ მარტო ვზივარ თან და თან კინო მანდამაინც ისეთი მრავალფეროვანი და მრავალი სწრაფად მომხდარი ნიუსის სფერო არ არის. ისეთი როგორც მაგალითად ფეხბურთია, სადაც ერთ კვირაში უამრავი თამაშია და შეიძლება ეს ამ თამაშებიდან 10 საინტერესო ამოიღო და ზემოდან კიდე ამბები რაც ფეხბურთში ხდება და ამ ყველაფერზე ისაუბრო დიდი ხნის განმავლობაში. კინოზე ამდენი მარტო ჯდომ ადამიანს სოლო პოდკასტერს რეალურად არ შეუძლია. ამიტომ ნახოთ ამ ხელა საუბრიდან რა გამოვიდა, მონტაჟზე შევხედავ რამდენი უნდა ამოვიღო, რა უნდა დავტოვო, რა არ უნდა დავტოვო. და თუ გაამართლა, მაგიც მაინტერესებს. რამდენი ხანი ვწერეთ უნდა ნახო. ეხა არის საათი, თითქმის საათი და 20, რაც ბევრია რეალურად. ნახოთ, რამდენს ამოვჭრი აქიდან, რამდენს დავტოვებ. მოდი დაგემშვიდობებით. თუ მოგეწონათ, გაწევრიანდით ჯგუფში, დაალაიქეთ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და აუცილებლად მართლა დაალაიქეთ. ანუ ეს ორი რამე ძალიან მნიშვნელოვანია ალგორითმისთვის. თუ დაკომენტარება მოგინდებათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ანუ დააკომენტარეთ, ყველაფერი გააკეთეთ, იაქტიურეთ, ვისაუბროთ, რა აზრიც არ უნდა გაგაცდეთ ზრდილობის ფარგლებში. ყველანაირი აზრი ჩამოვაყალიბეთ, თუ თვლით რომ მე აი კინოს საერთოდ არ მესმის და საერთოდ არ უნდა ვლაპარაკობდე კინოზე და აზრზე არ ვარ, აუცილებლად დაწერეთ, არ მეწყინება, ვისაუბროთ ამ თემაზე. შემოდით ჯგუფში, გაწევრიანდით, დამალაიქეთ სხვადასხვა, გამოყევით სხვადასხვა სოციალურ სადაც პრინციპში იგივე კონტენტს ვებ უბრალოდ ანუ ამ ვიდეოდან ჭრი და ვდებ TikTok-ზე მე, იმიტომ რომ TikTok-ზე მუშაობს და რაღაც ციფრები ხომ მჭირდება რაღაც, რომ მე სამომავლოდ სპონსორები მოუხიბლო. კაცმა არის ის მომავალი რას გვიქადის, ამიტომ დღეისთვის დაგემშვიდობებით, ჩემი ფირმული დამშვიდობებით, თუ თქვენთან დღეა, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, თუ თქვენთან საღამოა, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ და თუ თქვენთან ღამეა და ეხა ბალიშის პირზე გიდევს ცალი ყური და დაძინებისთვის ემზადები, გადააბრუნე ტელეფონი, შეერთეთ ამ ტენზე, იმიტომ რომ დილას დატენილი კონდეს და სამსახურში თუ მიდიხარ, დატენილი ტელეფონი წაჯობია და ტკბილ ძილს გისურვებთ. აბა თქვენიცით. Peace out.